გარშემო ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს. ჩვენ კი ვსაუბრობთ მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ამბებზე, მოვლენებზე, ამა თუ იმ უგვანი პირის განცხადებაზე, უცნობმა ის თქვა, ნინო ნადირაძემ ეს თქვა, ირაკლი კობახიძემ რაღაცა განაცხადა, შალვა პაპუაშვილმა უარესი მოგვახალა, ამაზე კი ვსაუბრობთ, მაგრამ ალბათ მაინც უპრიანია და უმჯობესია, რომ ამ გვარპირებს საქართველოში პოპულარულებს, საქართველოსთვის აქტუალურებს გავცდეთ ხანდახანზე ხშირად და იმ საკითხებზე გავამახვილოთ ყურადღება მაყურებლისათვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვინმე უგვანი შალვა პაპუაშვილის ან მიხეილ ყაველაშვილის განცხადება. ესეთი მინიმუმ ორი საკითხია, მეტი, მაგრამ მინიმუმ ორი გლობალური საკითხია დღეს მსოფლიოში. ეს არის უკრაინა და კლავაც უკრაინა 4 წელიწადზე მეტია. თავარი თემა, მსოფლიო მთავარი თემა სწორედაც რომ უკრაინაა და მეორე ახლახან 28 თებერვლიდან ფორმალისტური თვალსაჩინით ყველაზე აქტუალურ საკითხად ქცეული თემა ირანისა. 28 თებერვალს მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო მანამდე კარგახნით ადრე, მეთქი თუ ვიტყვი ამასაც არ შევწდები, არა მხოლოდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში უნდა მომხდარიყო, არამედ გაცილებით მანამდეც, მაგალითად ობამას დროს. ობამას დროსაც და საერთოდ 99 წლიდან ირანის სულიერი ლიდერი იყო ალი ხამენეი და ერთი ხანობა ლოზანის პროცესი ერქვა იმ პროცესს ობამას პრეზიდენტობის პირობებში და არ მინდა შემეშალოს, როდესაც და 2015 წელს, 2016 წელს ობამამ დაიწყო ლოზანის პროცესი ირანის დეიზოლაციისაკენ გადადგა ნაბიჯები, მაგრამ იმ პროცესმა, იმ პოლიტიკამ, იმ სტრატეგიამ არ გაჭრა. არ მიიღო კი არა, ვერ შეირგო ირანმა ის რევერანსები, რომლებიც გაუკეთა მას კოლექტიურმა დასავლეთმა შეერთებული შტატების იმჟამინდელი ხელმძღვანელობის პრეზიდენტ ობამას და სხვათა თაოსნობით და გააგრძელა ის, რაც არ უნდა გაეგრძელებინა, ეს არის ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა. ამის მიუხედავად დასავლეთი გარკვეულ შემთხვევებში თბილი, გარკვეულ შემთხვევებში რბილი იყო ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართ და ამიტომაც მოვედით ჩვენ ვიდრე 2026 წლამდე, 26 წლის თებერვლის 28-მდე, როდესაც შეერთებული შტატები არაორდინალური ტრამპის ვაღიარებ თაოსნობით იძულებული და ვალდებული იყო სწორედ ამგვარი სამხედრო პოლიტიკური ოპერაცია, სამხედრო საჰაერო ოპერაცია განაეხორციელებინა ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ, რასაკვირველია ისრაელთან ერთად, ოღონდ სამწუხაროდ ევროპელების გარეშე ევროპელებმა ცოტაზე მეტად დაიხიეს უკან და ცოტაზე მეტად გააკეთეს, ჩაატარეს კი არა დაიწყეს პოლიტიკა, რომელსაც ანტიამერიკული პოლიტიკა უფრო ჰქვია, ჩემი მოსაზრებით, არ დაუჭირეს მხარი და არ დაუჭირეს რა მხარი ამერიკის შეერთებულ შტატებს. ღიად ოდნავ მოგვიანებით ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სტარმერი იტყვის, რომ ჩვენც ჩავერთვებით ამ პროცესშიო, მაგრამ პასუხად მიიღებს შეერთებული შტატების პრეზიდენტის ტრამპის საკმაოდ მძიმე სიტყვებს. ახლა გვარიანად გვიანია, თუ ჩართვა იყო, უნდა ჩართულიყავით მანამდე და არა ახლა, როდესაც პრინციპში ყველაფერი დასრულებულიაო, თქვა მაშინ ტრამპმა, ოღონდ პრინციპში ყველაფერი დასრულებულიაო, ეს როცა თქვა, დასრულებული არც მაშინ იყო ამ რამდენიმე დღის წინ და გულახდილებით თუ ვიქნებით, ბოლომდე დასრულებული არც ახლა არის, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა ამ დღეს 11 მარტია, ამ 12 დღეში, არასრულ ორ კვირაში, მართლაც ბევრი დრო კი არ არის გასული, რასაკვირველია წარმატებაზე მიაღწია, რასაკვირველია არის სხვა ვითარება დახვდათ სხვა, მაგალითად რაღაც ფრონტის ერთ ხაზზე, მაგალითად შეეძლოთ სხვაგვარად ემოქმედათ, იქ რაღაცა სხვა პრობლემები გამოუჩნდა შეერთებულ შტატებს, მათ შორის ორმუზის სრუტის პრობლემა, იმ სისავსით და იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც ამ სრუტის პრობლემას ალბათ მაინც არ ელოდა, მაგრამ ისე in general, ასე რომ იტყვიან ხოლმე, შეერთებული შტატები რასაკვირველია წარმატებულ ოპერაციას, ისრაელთან ერთად წარმატებულ ოპერაციას ატარებს ირანში. უბრალოდ ჩვენ არ ვიცით და არ შეიძლება ვიცოდეთ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს პროცესები. ფაქტია, რომ მაღალი ალბათობით ვენესუელის სცენარი იქ არ განმეორდება, ვერ ნახავს
შეერთებული შტატები ალი ხამენეის განადგურების შემდეგ იმგვარ პირებს ირანში, უშუალოდ ირანში, რომლებსაც დაეყრდნობა და რომლებიც ძალაუფლებას არა მხოლოდ აიღებენ ხელში, არამედ პასუხისმგებლობასაც აიღებენ და ძალაუფლებას შეინარჩუნებენ. რთული შესანარჩუნებელიც არის. თუმთლად გულახდილები ვიქნებით, იმიტომ რომ ირანის გუშაქთა კორპუსი, ბასაჯი და ასე შემდეგ და რასაკვირველი ალი ხამენეის წანაზარდები და ნარჩენები ისინი ძალაუფლებას ხელიდან არ უშვებენ. მათ შორის ერთ-ერთი არის ამგვარი პირი უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი ირანის ისლამური რესპუბლიკისა ალი ლარიჯანი საკმაოდ გამოცდილი პირი თუ გულახდილები ვიქნებით, საკმაოდ სასტიკი პირიც ასევე თუ გულახდილები ვიქნებით, საკმაოდ განსწავლული პირი, ესეც უნდა ვთქვათ, ძალიან ანტიამერიკული განწყობების პირი, რომელიც ამბობს შემდეგ რამეს. ომანელი შუამავლების მეშვეობით მივიღეთ შეტყობინებები, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს სურს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გამართვა. ჩვენი პასუხი კი ასეთი, ანუ ირანი თითქოს და ასე პასუხობს ომანელი შუამავლების მეშვეობით შეერთებულ შტატებს. ჩვენ არ დავთანხმდებით არანაირ მოლაპარაკებას, მანამ სანამ არსებობს სუბიექტი, რომელსაც ისრაელი ჰქვია და ისრაელი ხომ არ განადგურდება, ისრაელის წინააღმდეგ შეერთებული შტატები ხომ არ წავა, ეს იმ შემთხვევაში თუ ეს განცხადება მართალია, საერთოდ შესაბამისად არანაირი მოლაპარაკებები ალი ლარიჯანსა და ტრამპს შორის ირანის ალი ხამენეის ნარჩენებსა და თუ წანაზარდებსა და ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის პირებს, მაგალითად რუბიოს, ვიტკოფს, ჯეიდი ვენს შორის სხვებს და სხვებს შორის უბრალოდ ეს შეხვედრები, ეს მოლაპარაკებები არ გაიმართება. ახლა ის კი არ არის გამოსავალი, არც შეიძლება იყოს გამოსავალი, რომ ერთი მხარეც დაკმაყოფილებული იყოს, კმაყოფილი იყოს და მეორე მხარეც იყოს კმაყოფილი. არამედ არის გამოსავალი ან ერთი ან მეორე მხარის განადგურება და თქვენ გონიერები ბრძანდებით და ხვდებით, რომ აი ამ უფროობაში უფრო განადგურდება რასაკვირველია ალი ლარიჯანი, ირანის ისლამური რესპუბლიკის წანაზარდები, ალი ხამენეის წანაზარდები და ვინც დატოვა ისინი, ვინც დარჩა ხელისუფლებაში და ვინც ებღაუჭება ამ ხელისუფლებას და ურევს ვითარებას. ოღონდ აქვე უნდა ვთქვათ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ვერ მოძებნა რა ამ ქვეყანამ დასაყრდენი ირანის რესპუბლიკაში, ირანში, სპარსეთში, ხო გაუჭირდება ძალაუფლების შენარჩუნება ვერ იქნება, როგორც ჩანს ვერ იქნება, ვერ გათამაშდება ვენესუელის ვარიანტი, ამაზე მგონი თქვი ორი სიტყვა და როგორც ჩანს ვერც რეზა ფეხლევი ვერ აიღებს ძალაუფლებას ხელში, თუ ძალაუფლების ამღები იყო რეზა ფეხლევი ხელში, ის აქამდე გავბედავ და ვიტყვი, უნდა ჩასულიყო ირანში საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად და მას ცოტა უფრო მკვეთრი ნაბიჯები უნდა გადაედგა. არ მინდა გამომივიდეს, რომ იოლია საზღვარგარეთიდან ინსტრუქციების მიცემა მეთქი, მაგრამ გაცილებით იოლია, ვიდრე იოლია საზღვარგარეთ ყოფნა და საზღვარგარეთიდან ინსტრუქციების მიცემა ირანელი ხალხისათვის, ვიდრე ფილდზე, ველზე ყოფნა და ყოველდღიურ, ყოველწამიერ იმ პრობლემებთან გამკლავება, რა პრობლემებთან გამკლავებაც უწევთ ადამიანებს, მოქალაქეებს, რომლებიც იბრძოდნენ ალი ხამენეის წინააღმდეგ და რომლებიც საკუთარ ოჯახის წევრებსაც სწირავდნენ. ბოდიში აქვე გამახსენდა, რომ არ დასტურდება და ეს არის ძალიან კარგი ამბავი, არ დასტურდება ამბავი იმის თაობაზე, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შაბათ დღეს, ძალიან მნიშვნელოვანია, შაბათ დღეს დაბომბა რაღაც სკოლა, სადაც დაიღუპა 160 თუ 165 ჯერ ითქვა, რომ ბავშვიო, მერე ითქვა, რომ გოგონათა ქალთა სკოლა იყო, მერე ითქვა, რომ შერეული სკოლა იყო და მე რაღაც ფოტოებიც გავრცელდა. ჩემმა ერთმა მეგობარმა თქვა, ზეთხეთში რომ დახედა ამ ფოტოებს, ვარძიის ქვაბულებს გავსო და ესე იგი ფოტოა თითქოს საფლავებია გაჭრილი ხელოვნური ინტელექტის ან ფოტოშოპის და ხელოვნური ინტელექტის პირობებში ამგვარი ფოტოს შექმნის, არა გადაღების, არამედ შექმნის შესაძლებლობა რასაკვირველი არსებობს და ყოველ ჩვენგანს თუ არა, ყოველ მე-10 ჩვენგანს მაინც აქვს რაღაც $20 ხელოვნური ინტელექტი უნდა შეიძინო, თვეში $20 გადაიხადო, ეს ფოტო უნდა დაამუშავებინო ერთი 17-ჯერ და მე-18 თუ 20 ისეთი გამოვა თითქოს ნამდვილი იყოს. არ მინდა ვთქვა, რომ არ მინდა კი არა, პირიქით მინდა ვთქვა, რომ ეს ალბათ მაინც იყო ხელოვნური ინტელექტის ან რაღაც ფოტოშოპით დაფოტოშოპებული ფოტო იმ ქვეყანიდან, რომელსაც ჯერჯერობით ალი ხამენეის კი
ვერ დაუგზავნავს 165 საფლავი გათხარა ქვეყანამ, რომელსაც ალი ხამენეის კი ვერ დაუგზავნავს. ეს ცოტა საეჭვოა გულახდილები თუ ვიქნებით და აქვე კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას და ეს ძალიან კარგია რომ დადასტურდა რომ ამერიკელები არ არიან მონაწილეები თუ ეს ამბავი საერთოდ მოხდა ამ ამბავში მით უმეტეს რამადანის კვირა იყო, მით უმეტეს იყო შაბათი, მედიის საერთაშორისო საშუალებები, რომლებიც ავრცელებდნენ ინფორმაციას, პრინციპში მაინც თხოვდნენ, იმიტომ რომ ბევრჯერ, ორჯერ, სამჯერ, შვიდჯერ შეცვალეს ინფორმაცია, ჯერ ითქვა რომ 20 ბავშვი დაიღუპა, მერე ითქვა რომ 240 ბავშვი დაიღუპა, 260 ბავშვი დაიღუპა, მერე ჩამოიყვანეს 165-მდე, მერე გაზარდეს 180-მდე, მერე ჩამოიყვანეს ისევ 165-მდე და ასე შემდეგ. ჰექსეტი ომის მინისტრი და რუბიო სახელმწიფო მდივანი ამასთან დაკავშირებით ძალიან კაფიონი იყვნენ თავის დროზე, მათ ორივე მათგანმა განაცხადა რომ შეერთებული შტატები თუ ეს ამბავი საერთოდ მოხდა, არანაირ კავშირში არ არის ამასთან დაკავშირებით და არა თუ ამ ორმა პირმა, არამედ შეერთებული შტატების პრეზიდენტს ვაღიარებ არაორდინალურ ლიდერს, ტრამპსაც კი მოუწია ამ გვარი განცხადების გაკეთება. მოკლედ, არანაირი მოლაპარაკება როგორც ასეთი ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის არ მოხდება და მეცაც გეტყვით, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს და გააგრძელებს, მოდი ეს ნავიხმაროთ, მოვიშვილოთ ახლა გადანადგურებას ალი ხამენეის მემკვიდრეებისა, ეს ხაზგასმით უნდა ვთქვა, იმ პირებისა, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ. რა შედეგამდე მივალთ, ვინ იქნება ლიდერი, ვინ აიღებს ძალაუფლებას, გამოჩნდებიან თუ არა ეს ლიდერები, როგორ აირევა მთლიანად რეგიონში ვითარება და აირევა თუ არა საერთოდ, რაზე გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი ნავთობზე, გაიხსნება თუ არა ორმუზის სრუტეს შეძლების დაგვარად ან სრულად. ხო, ამასთან დაკავშირებით მე კომენტარებს ვერ გავაკეთებ. მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რუსეთი სარგებლობს უკვე აწეული ნავთობის ფასებით, ხო, თითქოს სწორი მოსაზრებაა, თითქოს მართებული მოსაზრებაა, მაგრამ თლად ასე არ არის საქმე. ეს ამ ნავთობის ფასება შეიძლება აიწიოს კიდევ 2 კვირის თუმცა ტენდენცია კლებისკენ არის ეგ რა მაგის პასუხია, აიწიოს კიდევ 2 კვირის განმავლობაში, მაგრამ ნელ-ნელა განტვირთვა ორმუზის სრუტისა, გასაკვირველია მოხდება და არ დაგავიწყდეთ რომ ეს არის პირველი ფაზა ომისა, უკვე შემდგომ მათ შორის პირველყოვლით გასაკვირველია ადგილობრივი მოქალაქეების ირანის სხვადასხვა რეგიონი, დიდი ქვეყანაა, ირანის სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივი მოქალაქეების აქტივობების შედეგად ირანში ნელ-ნელა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მანძილზე განმავლობაში ვითარება დასტაბილურდება და პირები აუცილებლად გამოჩნდებიან ის პირები, რომლებიც ძალაუფლებას აიღებენ ხელში და მე გეტყვით მეცაც ისინი ჩემი მოსაზრებით, არ ვიცი რამდენად რამდენად მოხდება რეზა ფეხლევის დაბრუნება, მაგრამ ისინი თავიდან ბოლომდე გაემიჯნებიან ალბათ სწორი სიტყვა, ან არ მიიღებენ ალბათ უფრო სწორი სიტყვა, ნარჩენებს ალი ხამენეისა და მათ შორის ნარჩენ შვილს, პირდაპირ მნიშვნელობით ნარჩენ შვილს და ასევე არა პირდაპირ მნიშვნელობით ნარჩენ შვილს ალი ხამენეისა, რომელიც ისიც თქვენ რომ რამდენიმე ხნის წინ აურჩევიათ ირანის სულიერ ლიდერად აურჩევიათ ეს კაცი მოჯთაბა ხამენეი, მაგრამ მეორე მხრივ ნიუ-იორკ ტაიმსი ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 28 თებერვალს ზუსტად იმ დღეს, როდესაც გაანადგურეს ბუნკერში ალი ხამენეი, მისი შვილიც მასთან ერთად იმყოფებოდა და ისიც ოღონდ საკმაოდ მძიმედ დაიჭრა და ის კი არჩეულია, ან თითქოს არჩეულია ირანის ახალ სულიერ ლიდერად, თუმცა რამდენადაც მე ვიცი აიათოლების სტატუსს ის არ ატარებდა, ანუ არ იყო თლად აიათოლა, მაგრამ კარგით გავარებოთ თავი და მივანდოთ ეს უშუალოდ ირანის სულიერი ლიდერის ამრჩევის საბჭოს და მათი პასუხისმგებლობა იყოს და ეს კაცი ეს მოჯთაბა ხამენეი დაჭრილია და შეიძლება ვერც გამოვიდეს მდგომარეობიდან მერქი, მაგრამ რომც გამოვიდეს მდგომარეობიდან ვინ ხამენეი აიათოლებს მას, ვინ განახორციელებინებს ძალაუფლებას, უკვე იმ სტადიამდეა მისული, იმ მდგომარეობამდეა მისული ირანში ვითარება, როდესაც არათუ მოჯთაბა ხამენეი, არამედ მასზე ბევრად დიდი ავტორიტეტებიც კი სიტუაციას თუ მართებული სიტყვა ვერ დაიჭერენ, ვერ გააკონტროლებენ, ირანის შინძა ეფექტურ კონტროლს ვერ მოახდენენ, ძალაუფლებას სრულად ვერ აიღებენ ხელში, რაც არ უნდა დაეყრდნონ გუშაქთა კორპუსს, რაც არ უნდა დაეყრდნონ ბასაჯებს და ასე შემდეგ, ანუ
ტიტუშკებს და იმ ნარჩენებს, რომლებიც ცდილობენ გადარჩენას ირანის ისლამური რესპუბლიკისა. პრაქტიკულად რაკეტა აღარ აქვს ირანს, პრაქტიკულად აღარ აქვს არც ერთი გემი, ავიაცია აღარ არსებობს, განადგურებულია, ფლოტი აღარ არსებობს, განადგურებულია. ირანის შეიარაღების და სამხედრო პოტენციალის უზარმაზარი ნაწილი განადგურებულია და უკრაინელების დახმარებით და მეოხებით და უკრაინელებს ისიც ქვეროს თხოვეს, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა ირანული დრონების განადგურების ოპერაციაში მონაწილეობა და უკრაინელები დათანხმდნენ. ამის შედეგად ირანული დრონების საწარმოები და დრონების ინდუსტრიაც ალბათ განადგურდება და ამის შემდეგ არ მინდა ვთქვა, რომ ხელს აწევს ალი ლარიჯანი მეთქი, მაგრამ ალი ლარიჯანი ცოცხალი იქნება თუ არა, ესეც კი საკითხავია, როგორ განვითარდება მოვლენები, ამაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ დაახლოებითი კონტურები არის ის, რომ ამერიკა მივა ბოლომდე 20 ჯერ უფრო ძლიერ დარტყმებს მოგაყენებთ, ეხლა ცოტა ჭკუაზე მოდითო, დაახლოებით ესეთი იყო პასუხი ვაშინგტონიდან. ბევრი რამ გადაწყდება აპრილის დასაწყისში, როდესაც თუ არ ვცდები 3 რიცხვში, როდესაც პრეზიდენტ ტრამპსა და ჩინეთის ლიდერ სინ ძინპინს შორის გაიმართება შეხვედრა, იქ დაალაგდებიან, მაგალი ალბათობით მაინც ასე ვიტყვი, მხარეები, ამერიკა მაჩვენა, რომ ის ძალაა, ამერიკა მაჩვენა, რომ ის არ არის ისეთი, როგორც იყო ასე მაგალითად ბაიდენის დროს, როდესაც ამ პოლიტიკოსმა არ მინდა თქვა 1 საათში მეთქი, არ მინდა თქვა 24 საათში მეთქი, მაგრამ გარკვეულ მოკლე დროში მიიღო გადაწყვეტილება, კიბოდიშებთ ბაიდენის მომხრეებს, ყუდამუძუებულად გამოქცევისა ავღანეთიდან, რა რითიც ისარგებლა ფრონტების ყველა ღერძმა, ირანმა, ჩინეთმა, რუსეთმა და ასე შემდეგ და სხვა ჩრდილოეთ კორეამაც კი მეთქი თუ გავიტყვი ამას არ ვიქნები ცდარი და ჩათვალეს რომ ამერიკა სუსტია და ამერიკა რომ ძლიერია, ამას ადასტურებს ჯერაც რომ ძლიერია და ყველაზე ძლიერი როა, ამის დემონსტრირებას ცდილობს პრეზიდენტი ტრამპი. ეგრამ მაგის პასუხია დაუბრუნდები თემას, როგორ მიულოცა ირაკლი კობახიძემ ხსენებულ მოჩთაბა ხამენეის, რომელიც სამყოფოში ყოფილა ნიუ-იორკ ტაიმსის ცნობით, მიულოცა სულიერ ლიდერად არჩევა. ბევრმა ჩვენგანმა გააკრიტიკა საქართველოს დე-ფაქტო ლიდერი ირაკლი კობახიძე და მე პერსონალურად გავაკრიტიკე არა მხოლოდ ის, არამედ პრემიერი ფაშინიანიც და პრეზიდენტი ალიევიც, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელმა ალიევმა ანკარასთან გადაათანხმა მაღალი ალბათობით საკუთარი მილოცვის ტექსტი, ხოლო პრემიერ ფაშინიანს გარკვეულზე მაღალი ალბათობით კომუნიკაცია ჰქონდა ვაშინგტონთან და ვაშინგტონმა უკარნახა მილოცვის ის ტექსტი, რომლითაც მიმართა პრემიერმა ფაშინიანმა ირანის ახალ სულიერ ლიდერს, რომელიც ეფექტურ კონტროლს ირანზე რასაკვირველია ვერ განახორციელებს. მე ეს ორი ლიდერიც გავაკრიტიკე, მაგრამ ეს ორი ლიდერი სომხური და შესაბამისად სომხური და აზერბაიჯანული საზოგადოების საზრუნავია, მათი პოლიტიკა, ჩვენი საზრუნავი არის ჩვენი ქვეყნის, თუნდაც დე-ფაქტო ლიდერის ირაკლი კობახიძის პოლიტიკა, რამდენადაც ის არის პრეზენტატორი ჩვენი ქვეყნისა. გავაკრიტიკე და ვთქვი, რომ ვამჯობინებ დიმეთქი, რომ გავჩუმებულიყავით მოცემულ ეტაპზე. სწორი განცხადებაა ჩემი მოსაზრებით ეს, მიუხედავად იმისა, რომ ლოგიკა ეგრეთ წოდებული ქოცებისკენაც არის ეგრეთ წოდებული ლოგიკა. ისინი ამბობენ, რომ აი ახლა მოდი ჩვენ უნდა დავამშვიდოთ ვითარება, არ უნდა გადავეკიდოთ რაღაცა მეზობლებს მარტო გაგებით, სახმელეთო მეზობელი თლად არ არის ირანი, მაგრამ მაინც ახლა ცოტა უფრო უნდა დავათბოთ ურთიერთობები, სხვა თუ არაფერი აქ არის დიდი თემი, მუსლიმი თემი, ვიტყვი ასე, მათ შორის შიიტური თემიც და ასე შემდეგ და მოდი აი ამგვარად გავძვრები იქნება და გავძვრეთ კიდეც რაღაცა ლოგიკა არსებობს, მაგრამ მე კვლავ მინდა გავიმეორო, რომ გადათანხმებული უნდა ყოფილიყო ვაშინგტონთან, რომელთანაც ურთიერთობა არ აქვს ირაკლი კობახიძეს, ბრიუსელთან, ლონდონთან, ბერლინთან, პარიზთან და პარიზის გარდა და ვაშინგტონის გარდა პრაქტიკულად ყველას აგინებს ირაკლი კობახიძეც პერსონალურად, შალვა პაპუაშვილის და ბიზნე ივანიშვილის ფრთებქვეშ მოქცეულებიც და აგინებს არა მხოლოდ ელჩებს, არამედ უშუალოდ ამ ქვეყნების ხელისუფლების ხელისუფლებებსაც, უმაღლეს ხელისუფლებასაც, მათ შორის ლონდონის კი არა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ყოველ 2 დღეში ერთხელ აკრიტიკებს არასწორი სიტყვა, ხო ზვირს ამბობს ამ ლიდერზე,
თუნდაც ცუდზე, თუნდაც საკრიტიკოზე, ეს ცუდზე უარესზე მაგალითად შალვა პაპუაშვილი შვედეთთან დაკავშირებით ან სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით მისი და მისი თანამზრახველების პოზიციის თაობაზე ისედაც იცით და აღარ გავამახვილებ ყურადღებას. გადათანხმებული უნდა ყოფილიყო და ჰგავს ამათი კობახიზის განცხადება ერთგვარად ფეხი საყოლას, კუმ ფეხი გამოხოს. ჰგავს ჩვენს აგე ულოცავთ ახალ ხამენეის, ახალ სულიერ ლიდერსო, ამას ამბობს გააზრების სტრატეგიის გარეშე ირაკლი ეს თქვა გააზრების და სტრატეგიის გარეშე ირაკლი კობახიძემ და დააფიქსირა რომ სადღაც თვითონაც არის. საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება იმედოვნებს რომ მისი არადა კარგი სხვაგვარადაც ვიტყვი, არადა ახლა სწორი პოზიციის დაფიქსირება და დადუმება და ახალი ლიდერისათვის მოჩტაბა ხამენეისათვის არ მილოცვა, ვინც ის და იქნება უკეთესი სტრატეგიული არ ვიცი და ტაქტიკური ნაბიჯი ყოფილიყო და თბილისში შეეძლო ვაშინგტონისთვის ეთქვა დაახლოებით შემდეგი ორ წერტილი მაშინ როდესაც ერევანი, ანუ სომხეთი, ანუ ფაშინიანი და ალიევი, აზერბაიჯანი, ბაქო ასე გულმხურვალედ ულოცავენ პირს, რომელიც იდეაში შედი მტრის შვილია და ასე ანუ შედი მტერია, ანუ ულოცავენ ახალ სულიერ ლიდერს არჩევას, მე ნახე როგორი თავშეკავებული ვარ მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული გამოწვევების წინაშე ვარ და ესეც უნდა იყოს ჩვენი ურთიერთობებისა და სუფთა-ფურცლიდან ჩვენი ურთიერთობების დაწყების საფუძველი, მაგრამ ვინ მისცა ჭკუა ირაკლი კობახიძეს და უფრო ზუსტი რო ვიყო, ცხადზე ცხადია, ბიზილე ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო და არა ირაკლი კობახიძისა მილოცვა ახალი სულიერი ლიდერისათვის. აქვე არ გეგონოთ რომ მე პასუხისმგებლობას გავურბივარ და არ ვლაპარაკობ რაღაც საკითხებზე. მე ერთ ინფორმაციას ჩაგიკითხავთ და ძალიან საინტერესო ინფორმაცია, იცით თქვენ რომ ქართულმა ოცნებამ გაავრცელა ცნობა, სწორი ცნობა, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით საქართველოს რეგიონში და უფრო ფართოდაც, მაგრამ რეგიონზე ვისაუბროთ, ნომერ პირველ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად ითვლება და რუკაც Georgia First News-ის ამ შემთხვევაში, თუმცა სხვა მედია საშუალებებმაც გაავრცელეს ეს რუკაც სტანდარტულია და ეს ქვია მას ქარდიც სტანდარტულია. ეხლა მე ავხსნი ამ რუკაზე დატანილია საქართველოს ჩვენი არაჩვეულებრივი ქვეყანა. დატანილია მის მეზობლად სამხრეთით აზერბაიჯანი და სომხეთი ყვითელი დიაგონალური ყვითელ თეთრ ფერებში, დიაგონალური ხაზებით. დატანილია თურქეთი ასევე ყვითელი დიაგონალური ხაზებით და საქართველოს მართლაც გამორჩეულია ამ სამი ქვეყნისაგან. დატანილია რუსეთი, რომელიც უსაფრთხო ქვეყანად რიგში არ არის, რამდენადაც მე ხვდები წითლად თუ შვინდისფრად რუსეთი მოხსენიებულია სწორედაც რომ არაუსაფრთხო ქვეყანად, ცხადია დატანილია უკრაინა და რატომღაც დატანილია ბელარუსი, თუმცა ჩვენს მსგავსად არა და აი თურქეთისა და აზერბაიჯანისა და სომხეთის მსგავსად დატანილია ეს პატარა მოლდოვის რესპუბლიკა. კიდე უფრო ფართოდ, ესე იგი, რასაკვირველია დატანილია ირანი, რასაკვირველია დატანილია, ხო, მაგალითად, აი ყაზახეთი, როგორც მე ხვდები, ხო, დატანილია ზუსტად იმ ფრად, ანუ ცისფრად თუ ლურჯად რა ფრადაც ევროპის, ხო, სწორებადებ ხელს, ევროპის კონტინენტის ქვეყნები, ყაზახეთი, ევროპის კონტინენტის ქვეყნები, ანუ ჩვენ კიდე დაშტრიხულ ფერებში ვართ და კარგია ეს რასაკვირველია თურქეთთან შედარებით, მაგრამ ჩვენ თურმე ჩამოვრჩებით თურქმენეთს, უზბეკეთს, კასპიის ზღვის აღმოსავლეთით, ყაზახეთს, უზბეკეთს, ყაზახეთს და აქეთ უკვე როგორც მე ხვდები, ორი დარჩენილი სახელმწიფოა ცენტრალური აზიის სახელმწიფოები, ესე იგი შესაბამისად ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, ისინიც დაახლოებით ჩვენ ამდენადაც ხვდებით ჩვენს ფერებშია, ორ შემთხვევაში აი ეს ორი რეგიონი თუ ეს ორი ქვეყანა. ირანი რასაკვირველია მძიმე ფერებშია, ახლო აღმოსავლეთის ქვეყანა, სხვა ქვეყნები ასევე არიან სახარბიელო მდგომარეობაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ თურქეთი რაღაცას ჯობს, თურქეთს რაღაცას ჯობს საქართველოს მათ შორის. ეხლა კარგად ჩავუღრმავდეთ რა წერია
24-25 წუთი კი იწურება, მაგრამ მაინც რა წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ამ განცხადებაში. სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით საქართველოს რეგიონში ნომერი პირველი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ითვლება. სიმართლე გითხრათ, რატო ითვლება რეგიონში და ყაზახეთი რატომ არ არის ამ რეგიონის წევრი, არ ვიცი, მაგრამ ოკეი. და ვთქვათ ესე, რომ ეს ბიზიდა ივანიშვილის დამსახურება ბჭყალების გარეშე ბიზიდა ივანიშვილმა მოახერხა ისე, რომ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად ითვლება ახლა სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით. მაგრამ რის ხარჯზე ითვლება? საქართველოს უსაფრთხო ქვეყანა იყოს საკუთარი უსაფრთხოების კონცეფციის ან უსაფრთხოების სისტემების გაძლიერების ხარჯზე, ეს იქნებოდა ოკეი და ვინ და არავინ ბიზინა ივანიშვილს არ გააკრიტიკებდა, ცხადია იქნებოდა საკრიტიკო, მაგალითად ადამიანის უფლებები, მაგალითად რაღაც პოლიტიკური უფლებები, მაგალითად სხვა საკითხები, რომლებიც დემოკრატიას ეხება, მაგრამ ამ კუთხით ბიზინა ივანიშვილზე სიტყვას ძვირს ვერავინ დაძრავდა. კითხვა კვლავ ვიმეორებ არის ასეთი, რის ხარჯზე ხდება საქართველოს ასე ქვეყანად წარმოჩენა და ასეთია საქართველოს შეერთებული შტატების საქმით და ვისთვის არის ეს ინფორმაცია გათვლილი. ეს არის უფრო ტურისტებისთვის, ამერიკის მოქალაქეებისათვის. თქვენ შეგიძლიათ ჩახვიდეთ თურქეთში, მაგრამ უსაფრთხოდ ვერ იგრძნობთ თავს, ან ნაკლებად უსაფრთხოდ იგრძნობთ თავს. ირანში არც ჩახვიდეთ, იმიტომ რომ ირანი აგე შვინდისფრად არის. ირანში მძიმე მდგომარეობაა, სომხეთსა და აზერბაიჯანშიც უკეთესი მდგომარეობაა ვიდრე ირანში და ისეთი როგორც თურქეთში, მაგრამ ნაკლებად უსაფრთხოა მათ შორის იმის გამოც, რომ ირანის მეზობელია სამივე ხსენებული სახელმწიფო, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი, თუ კარგად ვადებ კალამს ხელს, საქართველოს არ ითვლება მეზობლად ირანისა და რუსეთი კი ისედაც შვინდისფერია, იმიტომ რომ უსაფრთხო ქვეყანა რუსეთი არ არის, ისი თქვენ რომ რუსეთის სიღრმეებშიც კი ურტყავს უკრაინა აწუხებს რუსეთს სიღრმეებშიც და ანადგურებს მის განსაკუთრებით სამხედრო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. საქართველოს დასუსტებული ქვეყანაა ბიზიდა ივანიშვილის ხელში და პირობებში. ტურისტებს შეუძლიათ იმგზავრონ აქ შეერთებული შტატების ტურისტები იგულისხმება, შეერთებული შტატებიდან ტურისტები იგულისხმება და მიირთვან ხინკალი ყოველგვარი შეშფოთების, შფოთვისა და საფრთხის შეგრძნების გარეშე, მაგრამ საქართველოს არ არის ისეთი ქვეყანა, რომლის უსაფრთხოებაც დაფუძნებულია განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის, დაფუძნებულია რეალურ პარამეტრებზე. ჩვენ უსაფრთხოების სისტემები არ აგვაქვს, ჩვენთან არ მუშაობს მართლმსაჯულების სისტემა, ჩვენთან რეპრესიული აპარატია, ჩვენთან არ არის დაცული საზღვრები ისე, მაგალითად ირანელი ტოლბილები რომ შემოვიდნენ, რომ ჩვენ გავუძლოთ ამ ზეწოლას, მოდი ასე ვიტყვი, ან ამ ნაკადებს, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ირანელი ტოლბილებისა, უნდა გავუძლოთ თუ არა, საერთოდ უნდა შემოუშვათ თუ არა, ეს პრინციპში საკითხავია, გააჩნია ფორმატს და ადამიანის მოქალაქეების რაოდენობას და მოქალაქეების როგორი მოქალაქეები იქნებიან წამოსულები, ბავშვები, ლტოლვილები, ბავშვები, ქალები და მოხუცები, რასაკვირველია უნდა შემოუშვა, მაგრამ მზად ვართ თუ არა ამისთვის, ამაზე ვსაუბრობთ. უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოში არ არის დაცული, მათ შორის არც უცხოური ინვესტიციები, ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სხვა თუ არაფერი უნდა გავიხსენოთ, ანაკნის ხმაწყლოვანი პორტი და რამდენიმე უცხოური კომპანია, მათ შორის ამერიკული, რომელთა ინვესტიციები არ იყო დაცული. და ასე შემდეგ. ეუთოს, ახლა სხვა თემაზე გადავდივარ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პერეჟონ პონს სან პიეტრო მოითხოვა მაგალითად შეხვედრა პოლიტიკურ და სინდისის პატიმრებთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც და პრემიერ-მინისტრად წოდებულმაც და პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებულმაც მას უთხრეს მოკლე ერთი სიტყვა, არ შეგახვედრეთ, მათ შორის არის მზია ამაღლობელს და ეს ქვეყანა არის თუ არა უსაფრთხო საქართველოს მოქალაქეებისთვის ადეკვატური, მოდი ასე ვიტყვი. ეს კიდევ საკითხავი არის კი არა, ნამდვილად არ არის ადეკვატური. დიახ, საქართველოს უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის, ამერიკელებისთვის შედარებით უსაფრთხო ვიდრე მაგალითად თურქეთი, ეს გამიგვირდა სიმართლე გითხრა, ან სომხეთი, ან აზერბაიჯანი, ან მოლდოვა, მაგალითად ან ეგვიპტეც არის აქ დატანილი, ეგ რა მაგის პასუხია, მაგრამ სინაის ნახევარკუნძულის ჩათვლით, მაგრამ მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს უსაფრთხო არის ქვეყანა საქართველოს, ეს ეხება უშუალოდ ქვეყანაის მოქალაქეებს და ქვეყნის უსაფრთხოების სისტემებს. პირიქით,
ქვეყნის უსაფრთხოების სისტემები მოშლილი და მორღვეულია და საქართველოს არის იმ ქვეყანათა შორის, რომელიც იოლად მოსანადირებელია ყველა გარეშე მტრისათვის, მაგრამ ყველა გარეშე მტერი ჩვენ ბევრი გარეშე მტერი არ გვყავს, ჩვენ გვყავს ერთი გარეშე მტერი, ეს არის რუსეთის ფედერაცია. თუ ენას მოუჩლიქებ რუსეთთან, თუ ასეთი ჩუმი და ხმადაბალი იქნები, როგორიც არის ბიზნე ივანიშვილი და ამგვარ რეიტინგებს თუ ამგვარ კვლევებს თუ ამგვარ ქარდებს გამოეკიდები, ხო, მაშინ ჩავბარდეთ და უფრო უსაფრთხო ვიქნებით, აი როგორც მაგალითად არ ვიცი, რომელიმე ის სახელმწიფოა, რომელიც ბარდება რუსეთის ფედერაციას ომის დასრულების შემდეგ, უკრაინის ომი იგულისხმება, თუ საქართველოს გამოაცხადებს ბიზნე ივანიშვილი გამოაცხადებს საქართველოს რუსეთის ფედერაციის სუბიექტად, უფრო უსაფრთხო რეგიონად მიგვიჩნევს ჩვენ შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა. თავისუფლების დათმობის ან თავისუფლების ნაწილის დათმობის ხარჯზე უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მიღება ისიც დროებით, ხო, და ისიც მხოლოდ ამერიკელი ტურისტებისათვის დიდი ვერაფერი თავმოსაწონებელია, ჩემი აზრით, საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ თუ მხრიდან. რაც შეეხება ირანს, ბოლო წინააღმდება, პრაქტიკულად ირანში ვითარება განიკვანზება გარკვეული პერიოდის შემდეგ და რეგიონი მთლიანად, რასაკვირველია, შეიცვლება ირანის ჩვენი რეგიონი ზოგადად და ასე შემდეგ გაცილებით უსაფრთხო, გაცილებით სწორი, გაცილებით კარგი გახდება, რაც უფრო ნაკლები იქნება რუსეთის და საერთოდ ბოროტების ღერძები ამ რეგიონში, მათ შორის ირანში პირველ ყოვლისა და აგრეთვე საქართველოში ბოროტების ღერძია, მეთქი ბიზნე ივანიშვილი თუ ვიტყვი ჩვენ მასშტაბში, ამაშიც არ შევწდები, ბიზნე ივანიშვილი არაადეკვატური პირია, რომელსაც ქვეყანა თუ განვჭვრეთ რას აკეთებს, რომელიც ქვეყანაში არც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს შიდას, ოპირიქით ამის სამოქალაქო დაპირისპირებამდე მისული, ჩვენს შორის ურთიერთობები და არც ქვეყანას იცავს გარე აგრესიისაგან, ოღონდ გარე აგრესია ახლა არ ჩანს, რუსები რბილად და თბილად შემოდიან და ბიზნე ივანიშვილის საქართველოს მიჩუმებული ასე რუსეთს წინააღმდეგობას ვერ უწევს. თუ საქართველოს გრუზიად იქცევა, კიდე უფრო უსაფრთხო ქვეყანა ვიქნებით ამერიკელი ტურისტებისათვის, ამერიკის ხელისუფლებასაც და ტურისტებსაც პატივისცემას ცხადია უდასტურებ. ნახვამდის.